ხანდახან, როცა ქალაქის ხმაურს გავურბივართ და ამ ხედებს გადავხედავთ, უნებურად გებადება კითხვა, მართლა რეალურია თუ არა ეს ყველაფერი? ხშირად ყოველდღიურობაში გვავიწყდება, რა მასშტაბების საგანძურის პატრონები ვართ. საქართველო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი რუკაზე. ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველი კლდე, ყოველი ხეობა და ყოველი მთა თავის უნიკალურ, საუკუნოვან ისტორიას ჩურჩულებს. დღეს ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ გზა, რომელიც მიწასა და ცას შორის გადის. გზა, რომელიც დაგვანახებს თუ რამდენად პატარა ადამიანი ბუნების სიდიადესთან შედარებით. მაგრამ ამავე დროს, რამდენად დიდი სიმშვიდის პოვნა შეუძლია მას აქ. ახლა ჩვენ ვართ რაჭაში. ეს მხარე ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულ სიმშვიდესთან ასოცირდება. აქ ჰაერიც კი სხვანაირია, უფრო მსუბუქი, უფრო სუფთა. ჩვენს წინ კი 9 ჯვარისკენ მიმავალი გზაა. ეს არ არის უბრალოდ ლაშქრობა ან მორიგი მარშრუტი რუკაზე. ეს ნამდვილი თავგადასავალია. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ამ აღმართზე ვდგამთ, თითქოს გვიცვლის ყოველდღიურ რუტინას, საფიქრს და დაღრილობას. ტყის სიღრმეში მიმავალი ბილიკი ნენელა მაღლა მიგვიწვის. სადაც ხეების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ერთადერთ მეგზურად ვრჩება. აქ დრო თითქოს ჩერდება. აქ არავინ ჩქარობს. მთავარია პროცესი, როგორ იცვლება პეიზაჟი, როგორ გრილდება ჰაერი და როგორ იცვლება სივრცე ჩვენს გარშემო. და აი, როცა ფიქრობ, რომ ძალა გეცლება, მწვერვალზე ადიხარ და შენ წინაშე საოცრება იშლება. ეს პატარა, თეთრი ეკლესია, რომელიც პირდაპირ კლდის ქიმზეა დაშენებული, ძნელია სიტყვებით გადმოსცა ეს ემოცია, რაც აქ შეუკლება. ეს არის აბსოლუტური სიმშვიდე. შეხედეთ, როგორ ამაყად და შეურყევლად დგას ეს ტაძარი. ეს თითქოს საუკუნეების მანძილზე მცველად უდგას ორ კუთხეს. ერთ მხარეს იმერეთია, მეორე მხარეს კი რაჭა. აქედან ორივე მხარე მხელის კულზე მოჩანს. ლეგენდა ამბობს, რომ 9 ძმის გადასარჩენად აღმართული 9 ჯვარი დღესაც იცავს ამ მიწას. როცა აქ დგახარ, ხვდები, რომ საქართველო მართლაც ერთი დიდი დაუსრულებელი ზღაპარია, რომლის ყოველი თავი ახალ აღმოჩენას გვირდება. ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ ცხოვრებაში მთავარი არაა ნივთები, არამედ განცდები და ეს ადგილები, რომლებიც სულს გვივსებს. თუ გსურთ, რომ ეს სილამაზე სხვებმაც ნახონ, თუ გსურთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეს საოცარი კუთხე უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო. თქვენი თითოეული რეაქცია გვეხმარება, რომ ეს კადრები უფრო შორს გავავრცელოთ. დააფასეთ ის, რაც თქვენს გარშემოა. ხშირად მოწყდით ქალაქს. იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ ახალი ადგილები. და ბოლოს, მაინტერესებს თქვენი აზრი. გაგვიზიარეთ კომენტარებში. თქვენთვის რომელია ყველაზე მისტიკური და გამორჩეული ადგილი საქართველოში? სად გრძნობთ თავს ყველაზე თავისუფლად? მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. შეხვდებით შემდეგ თავგადასავალში.